მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ვიდეო ლექციას პედაგოგიკის თეორიაში. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა გახლავთ აღზრდა და განათლება პედაგოგიკის მეცნიერების ჩამოყალიბებად. ჩვენ წინა ლექციაზე ვილაპარაკეთ ზოგადად აღზრდის და განათლების დასწავლების, ანუ პედაგოგიკის ძირითად ცნებებზე, დღეს კი მის ისტორიულ განვითარებაზე ვისაუბროთ. პედაგოგიკის ცნებებზე, ამ ძირითად ცნებებზე აღზრდა განათლებაზე საუბარს ჩვენ დავიწყებთ ელინური ცივილიზაციიდან. ელინური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ეს იყო ელინის ბერძნის აღზრდა. თუმცა ელინური ცივილიზაციის შიგნითაც არსებობდა ურთიერთქიშპი ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც თავთავის სამოქალაქო კონვენციებს ქმნიდნენ მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ, მათ მაინც კარგად გაცნობიერებული ჰქონდათ საკუთარი ბერძნობა, საკუთარი ელინობა და აი კონვენციონალურ განსხვავებათა პრინციპულობის მიუხედავად არც ერთი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო მეორე ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოზე არ იწყოდა და რომ ისინი ბარბაროსები არიან, ესე იგი არ მიიჩნევდნენ ბარბაროსებად, ანუ არაბერძნებად. დამოუკიდებლად იმისაგან ეს ქალაქ-სახელმწიფო კოალიციას წარმოადგენდა თუ დრისას. აი ეთიკური აღზრდის პრინციპების ერთობლიობა, რომელსაც მიზნად ჰქონდა ბერძენი ადამიანის ფორმირება, ლიტერატურაში ცნობილია როგორც პაიდეა. პაიდეა ეს იყო ბერძნისთვის ჰარმონიული, სრულყოფილი ადამიანის ჩამოყალიბებისკენ მიმართული მოძღვრება და როგორი განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყო ჰარმონიისა და სრულყოფილების ინტერპრეტაცია თითეული ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს მიერ, მისი ფორმულა ყველგან უცვლელი რჩებოდა. ლამაზ სხეულში ლამაზის სულია და ეს ფორმულა უკვე მოგვიანებით მომდევნო ეპოქებში შეიცვალა და შემდეგნაირად იქნა ტრანსფორმირებული ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ჩვენ ელინური ცივილიზაციას, ელინურ აღზრდაზე ვისაუბრებთ და გამოვყოთ განსაკუთრებით ორ ქალაქ-სახელმწიფოს, ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ღირებულებებზე, სადაც აბსოლუტურად განსხვავებულ ღირებულებებზე აღზრდა ორიენტირებული, ეს არის სპარტული აღზრდა და ეს გახლავთ ათენური აღზრდა. პლუტარქეს მიხედვით სპარტის სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას სწორედ მოზარდი თაობის აღზრდა წარმოადგენდა. აქ რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სპარტანულ აღზრდაზე, გულისხმობთ მხოლოდ პრივილეგირებული კლასის სპარტანელების აღზრდას. სპარტელებს ევალებოდათ როგორც სახელმწიფოს დაცვა, ასევე თავიანთი პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნება, დაბალი სოციალური ფენის მორჩილებაში ყოლა, რომლის დაკარგვის საშიშროება ნამდვილად არსებობდა. და სწორედ აქედან გამომდინარე, სპარტანული აღზრდის ძირითადი მიზანი გახლდათ მამაცი, ძლიერი, მებრძოლი, სამშობლოს ერთგული მოქალაქის აღზრდა, მასადამე მილიტარისტული აღზრდა, სამხედრო აღზრდა იყო სპარტული აღზრდის ძირითადი ამოცანა. საერთოდ ეს იყო საერთო ბერძნული მოვლენა ბავშვისთვის სისტემური აღზრდის დაწყება, ანუ ფორმალური აღზრდის დაწყება 7 წლის ასაკიდან. ასე იყო სპარტაშიც, ასე გახდა ათენშიც, აი ორ თავისი ზნეობრივი პრინციპებით აბსოლუტურად განსხვავებულ ქალაქ-სახელმწიფოებში. 7 წლამდე ბავშვები უბრალოდ ოჯახში იზრდებოდნენ. სპარტელები იზრდებოდნენ მკაცრად, ათენელები კი იზრდებოდნენ უფრო ნებიერად. 7 წლის შემდეგ სპარტელი ბავშვი და სხვათა შორის ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ დაბადებიდან სპარტელი ბავშვი სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდა. შემდეგ აი 7 წლის ასაკიდან სპარტელი ბავშვი უკვე მიყავდათ სკოლაში, მიყავდათ პედონომთან, ანუ პედაგოგთან, რომელიც ყმაწვილთა აღზრდას ადევნებდა თვალყურს.
სპარტაში ოფიციალურ სასკოლო პროგრამებში ძირითადი საგანი ეს გახლავთ ფიზკულტურა, კერძოდ მძლეოსნობა, ჭიდაობა, აგრეთვე საომარი ხელოვნება, თუ როგორ აუცილებელი იყო რომ მათ შეძლებდათ საბრძოლო იარაღის ფლობა, ცეკვა, ესე იგი რამდენიმე სახეობა შედიოდა ცეკვისა, მათ შორის საომარი ცეკვები, სიმღერა, დაკვრა, როგორი მოლოდნელი წარუდა იყოს დღეს ეს ჩვენთვის ოფიციალურ პროგრამაში სპარტაში წერა-კითხვა არ შედიოდა. მოქალაქეობად გახდომამდე სპარტელები რამდენიმე საფეხურს გადიოდნენ. ეს იყო ასაკობრივად იყო დაყოფილი, მხოლოდ 30 წლიდან შეეძლო სპარტელს გამხდარიყო მოქალაქე, მანამდე 18-დან 20 წლამდე, შემდეგ იყო 20-დან 30 წლამდე და 30 წლიდან ისინი ხდებოდნენ მოქალაქეები. 18-დან 20 წლამდე მელეირინესები, ესე იწოდებოდათ მათ, ანუ სასაზღვრო სამსახურის საჩეილებდა დამხმარე ჯარში შეეძლოთ მათ ემსახურათ. შემდეგ იყო 20-დან 30 წლამდე, ეს არის ეირენესი, აი მათ უკვე სამსახური შეეძლოთ რეგულარულ არმიაში და ეს ჯარისკაცად იყვნენ წოდებულები, ხოლო ასაკი 30 წლიდან ისინი ხდებოდნენ უკვე მოქალაქეები. მაშინ რამდენიმე საფეხური ჭირდებოდათ მათ მოქალაქეობად გახდომამდე. სკოლაში სპარტელებს ჰქონდათ ყაზარმული პირობები. ისინი იყვნენ ნახევრად მშივრები, იყვნენ ცუდად ჩაცმულები, ფეხში შველები, ეძინათ თივაზე ან ნამჯაზე და საკვების მოსაპოვებლად იცულებულნი იყვნენ რომ ეკურდათ. ეს ქურდობა ხდებოდა არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს აღსაზრდელისთვის ფული ენანებოდა, ზოგავდა საკვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მომავალ მეომრებს ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში და ნებისმიერ ექსტრემალურ პირობებში აუცილებლად რომ შეძლებოდათ თავის გატანა. სკოლაში აღმზრდელს პედონომს ყავდა 5 მეთოდისტი, 5 დამხმარე და თითოეულ მათგანს, აი თითოეულ დამხმარეს კი ექვემდებარეობდა ეგრეთ წოდებული გამროსგველი. საერთოდ სპარტაში ბავშვის ზრუნვა ჩასახვამდე იწყებოდა და შემდეგ დედის მუცელში იქცეოდა მას ასევე დიდი მნიშვნელობა. ლიკურგეს გახლავთ ძირითადი წყარო ჩვენ რაც ვიცით სპარტის სახლის შესახებ, რომ პლუტარქე წერს, რომ ლიკურგესო სურდაო მომავალი მოქალაქეებიო საუკეთესო ადამიანებად წარმოშობილიყვნენ, ადამიანებისგან წარმოშობილიყვნენო და არა შემთხვევითი პირებისაგანო. და უნდა ვაღიაროთ, რომ აი კაცობრიობის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც არის გენოფონდის მართვის მცდელობა და შემდეგ ის მოგვიანებით მე-20 საუკუნეში მეორდება მესამე რაიხში, სადაც გარკვეული ფსიქიკური წყობის ადამიანთა სტერილიზაცია ხდებოდა მათთვის რეპროდუქციის შესაძლებლობის მოწმობის მიზნით. მაშინ ლიკურგემ მომავალი დედების გასაკაშებლად, ესეც ჩვენ პლუტარქეს წყაროდან ვიცით, შემოიღო სირბილი, ჭიდაობა, შუბის და დისკის ყორცნის დააწესა შუბის და დისკოს ყორცნა, რათა მათ ჯანსაღ სხეულში ჩასახული ნაყოფიც ძლიერი და გონიერი ყოფილიყო. მომავალი დედათა ძალღონით ახსავსე უნდა დახვედროდა ქალი მშობიარობას და ტკივილები ეს შეუმსუბუქებდა, რომ ტკივილები ადვილად აეტანა.
მარსადამე დედებზე სრულვა ხდებოდა ქალებზე არა იმიტომ რომ თქვათ ეს რაღაცა გენდერული თანასწორობის და ბალანსი იყო დაცული ჯერ კიდევ სპარტის დროს არამედ იმიტომ რომ მომავალი დედები გახლდათ მომავალი მეომრების მშობლები და ამით ისინი ზრუნავდნენ სწორედ მომავალ მეომრებზე ბავშვის აღზრდის უფლება, როგორც მე უკვე გითხარით, მშობელს არ ჰქონდა. ის სახელმწიფოს საზოგადოების აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე საზოგადოების საქმე იყო. ახალშობილს შეამოწმებდნენ და თუ ის სუსტი გამოდგებოდა, უფსკულში გადაუშვებდნენ. ჯანმრთელს ჯანსაღის დადგენილი წესით ზრდიდნენ. 7 წლის ასაკამდე ის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. მასზე ჯერ ძიძა ზრუნავდა, შემდეგ წამოზრდილზე გადია. ბავშვებს არც არტახებს უჭერდნენ და არც ხვევდნენ ლაღად თავისუფლად რომ ქონოდა სხეული. საკვებით არ ტვირთავდნენ, აჭმევდნენ მხოლოდ იმდეს, რამდენიც მისი ფიზიკური განვითარებისთვის იყო აუცილებელი. ტოვებდნენ ბნელ ოთახში, დაძინებულს შუქს მიანათებდნენ, რათა დაეძლიათ სიბნელის შიში და შეჩვეოდნენ ასევე სინათლეზე ძილს. რაც უფრო მეტად ემატებოდა სპარტელს ასაკი, მით უფრო მკაცრი ხდებოდა აღზრდა. 7 წლის შემდეგ ვაჟებს ერთად უყრიდნენ თავს და ეგრეთ წოდებულ აგელებად ყოფდნენ. აგელებში უმკაცრესი წესები არსებობდა. საკვები უბრალო იყო, ღარიბული იყო, საწოლები უხეში ლერწმისაგან, რომელსაც ბავშვები თავად კრებდნენ შიშველი ხელებით. ისინი ნახევრად შიშვლები დადიოდნენ და მათი ჩაცმულობა არავითარ შემთხვევაში პროგნოზს ამინც არ შეეფერებოდა. მოზარდებს ზამთარ ზაფხულს ფეხშიშველები დაატარებდნენ, აბანავებდნენ ცივ მდინარეში, აიძულებდნენ ნებისმიერ ამინჩი ისინი სანადიროდ წასულიყვნენ. ყოველგვარი ტკივილი, წუწუნის გარეშე აეტანათ. ამგვარი მკვაცრი აღზრდის მიზანი იყო რა? იყო უსიტყვო მორჩილება, იყო შრომაში გამძლეობა და ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება.